სალამე მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით სკინკეარ ფავორიტების შესახებ. მოდით დავიწყოთ გამწმენდებით. რამოდენიმე პროდუქტი მაქვს ჯერ კიდევ დეკემბრიდან შემორჩენილი, როგორც იცით, დეკემბერში მთელი წლის ფავორიტების შესახებ საუბრობდი, ამიტომ ახალდაცლილი ან თითქმის რო დაცლილი იყო ეგეთი პროდუქტების შესახებ არ მისაუბრია, არ მიყვარს წლის ფავორიტებში ეგეთი პროდუქტების შეტანა, ამიტომ დეკემბრიდანაც მაქვს რაღაცეები შემორჩენილი. ერთ-ერთი ეგეთი არის ეს რაღაცა. მედი მაქვს რო ჩანს რამდენად ელეგანტური შეფუთვით მოდის ისანას სუბუქი გამწმენდი დემაკიაჟის სეთი პარფიუმის გარეშე ვერსია 100 მილiliტრიანი შეფუთვით და ჩემი თმით ყველგან. ეს არის მართლა სუბუქი დემაკიაჟის ზეთი. ძალიან სუბუქი. ჯერთი პამპი პამპის თავსახურით მოდის და პამპი ძალიან ცუდად მუშაობს. ამის ჩამოშვებას რო ცდილობ, ზეთი ჩამოშვებას რო ცდილობ, აი ესე უნდა იდგე და ნიჟარასთან გახარ ხო, თქვა სააბაზანოჩის სარკის წინ. შემდეგ სარკეს შუშის საწმენდის სითხე გუნდა გედგას რომ მე სარკე გაასუფთავ. ტანსაც მე რაღაცა ისეთი არ უნდა გეცვას, რაც მე იმ წუთას გასარეცხებში არ უნდა ჩაღარო და სარც მანქანაში არ უნდა შეაგდო, იმიტომ ყველგან ზეთია. აი ორი პამპის ჩამოშვება და ყველგან ზეთია. მოკლედ, აი ისეთი მაკიაჟისთვის ახლა როგორიც მე ახლა თვალზე მისვია დღეს სუბუქია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ზეთი გჭირდება, დამატება გჭირდება, ზეთის გამეორება გჭირდება პროცედურის თვალებზე, რაც არ მიყვარს. დემაკიაჟის საშუალებები ასეთი კარგი და არაჩვეულებრივი დემაკიაჟის საშუალებები ბაზარზე გვაქვს, იმიტომ რომ არ ვიწვალოთ, თუ არ დავკარგოთ და სწრაფად და ეფექტურად გავისუფთავოთ სახე და მოვიშოროთ მაკიაჟი, განსაკუთრებით თვალის მაკიაჟი და ეს ძალიან სენსიტიური კანი თვალის გარშემო, რომელიც გვაქვს, ნახევარი საათი არ ვამასაჟოთ პროდუქტი თვალებში, ხო? არ მომეწონა, არ უწევ რეკომენდაციას, წითელი. მე აღარ შევიძენ და არც თქვენთვის არ გავწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ, კი ბიუჯეტურია, არ ვიცი, 3 ევროც არ ღირს მე მგონი 100 მილilitrისთვის. მართლა ძალიან ბიუჯეტურია, უბრალოდ, არ ვიცი, რა ფასიც არ უნდა კონდეს, უნდა ღირდეს ეს ფასი. 3 ევროც არ ღირს. არაფერი არ ღირს რეალურად. ძალიან ცხიმოვან და ზეთოვან ფენას გიტოვებს სახეზე. მეორე საფეხურის გამწმენდი არის აუცილებელი, იმიტომ რომ შეგრძნება გაქვს, რომ აი დაგემართება კომედონები და ფორები გაგეჭედება და ზეთოვანი ფენა გრჩება კანზე. ეხა მაგალითად სკინვანოფორის ზეთი მაქვს, დემაკიაჟის ზეთი მაქვს გახსნილი. თუ ესეთი დღე მქონდა, როცა მხოლოდ ერთი ფენა სუბუქი მზისგან დამცავი მესვა სახეზე, რაღაცა ისეთი რა, ორმა გიწმენდა, რომ ძალიან მეზარება. კვირა დღე, როცა ისახლენ არ გადიხარ და რაღაცა მხოლოდ ერთხელ გამოყენება იმ ზეთისაც სავსებით საკმარისია. მეორე საფეხურის გამწმენდიც კი არ გჭირდება. ფორებსაც არაჩვეულებრივად ასუფთავებს, კანს არაჩვეულებრივად ასუფთავებს და არანაირ ცხიმოვან ზეთოვან ეფექტს არ გიტოვებს სახეზე. ეხა მუდმივად ეგრე არ ვიქნები, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესეთი ზარმაცი დღეებისთვის ხო ხვდებით. ეგეთ დღეებშიც კი ვერ ენდობი ამას. მოკეთ, ძალიან არ მომეწონა. მე აი ყოველთვის ვეძებ და ვცდილობ, აი რაც შეიძლება ბიუჯეტური, რაც შეიძლება ესეთი ბიუჯეტური ბრენდებისგან, რატომაც არა, იმიტომ რომ ხა ძვირიანს ყველა თავის ტიპოვის. ეს ბიუჯეტურში რაღაცა კარგის პოვნა ზუსტად ხო? ხელოვნება. ამიტომ ყოველთვის ძალიან ვცდილობ, ეხა დღევანდელ ეკონომიკაში გადასაყრელი ფული მე მგონი არავის არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მე არა და დარწმუნებული ვარ თქვენს უმრავლესობასაც არა, ამიტომ ყოველთვის დიდი ინტერესით ვეძებ ხოლმე ბიუჯეტურ ბრენდებთან საინტერესო პროდუქტებს. არა. შემდეგი ისანას პროდუქტი მაქვს, ეს არის 0.8%-იანი AHA და 2%-იანი PHA-ის გამწმენდი. პარფიუმის გარეშე სუბუქი ქიმიური პილინგის გამწმენდი. ეს არის 125 მილilitrიანი შეფუთვით. იმედი მაქვს კამერაზე არ ჩანს ეს მტვრის ბუსუსები რომ ასტის. ესეც დეკემბერში დაცლილი შეფუთვა, რომელიც თაროზე იდო და არ შევხები ვაკახანია. მოკლედ, ეს ბოლოს ხელზე გამოვიყენე და ხელზე გამოსაყენებლად დავცალე, იმიტომ რომ ძალიან სუბუქია. თითქმის არ კაფდება. რაღაცა რეალური გამწმენდის ეფექტსაც არ შეგრძნებასაც არ გიტოვებს კანზე. ძალიან, ანუ სუბუქ გამწმენებს თავისი ადგილი აქვს. რა თქმა უნდა, ხა ყველას ერთნაირი კანი არა გვაქვს და ყველას ერთნაირად არ შეუძლია. ხა 10%-იანი გლიკოლი და 2%-იანი სალიცილი და ეს რაღაცები, ხო? არიან ადამიანები ძალიან გზნობი არა კანით და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსგავსი პროდუქტების არჩევანი გქონდეს ბაზარზე. უბრალოდ
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სახე საერთოდ არ ვისუფთავებდი. ეგ შეგრძნება მქონდა კიდე მისაუბრია სხვათა შორის ამ შესახებ, გამომწერებს გებახსოვრებათ, ჰარუ ვანდერის გელგამწმენდი. რომელიც სხვათა შორის ძალიან პოპულარული იყო და ინტერნეტს მოსწონდა და მე რაღაცა ის უხერხულად ვიგრძენი მგონი მე არ მომეწონა ერთხელ. იმ კაც ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ ასე მეგონა ოდნავ სკელ შედედებულ წყალს ვისმევდი სახეზე. დაახლოებით ეგეთ შეგრძნებას ვთქვი. 0.8% AHA საერთოდ არ არის ბევრი, არც ელოდები ახლა რაღაცა განსაკუთრებული ქიმიური პილინგის ეფექტი ექნება კანზე. PHA-ც ისედაც მსუბუქია და 2% PHA-ც მსუბუქია, უბრალოდ რაღაცა მაინც უნდა გააკეთოს. ვერც ანდობ კანს და ფორებს, რომ რეალურად გაასუფთავს. რაღაცნაირი გელის ტექსტურა აქვს, წყალთან კონტაქტის შემდეგ გახსნა უჭირს პროდუქტს, რაც გელის გამწმენდა, წყლის ბაზისის გამწმენდისთვის ძალიან უცნაური. ანუ ეგ შეიძლება წარმოიდგინო მაგალითად ზეთოვან გამწმენდზე, რომ ემულგირების პროცესი თუ ემულგაციის პროცესი არ მიმდინარეობს ესე კარგად წყალთან კონტაქტის შემდეგ, ამიტომაც ტოვებს თქვა ზეთოვან ეფექტს კანზე. წყლის ბაზისის გამწმენდია. მოკლედ, საბოლოოდ ხელზე დავცალე და გამოვიყენე. ამასაც არ უწევ რეკომენდაციას, მეორეჯერ არ შევიძენ. არ ვიცი, თუ სხეულისთვის რაღაცა ძალიან მსუბუქს ეძებთ. ოკეი, რატომაც არა. თუ ყოველდღიურად რაღაც უფრო ძვირიანის და პარფიუმით და რაღაცა ისეთის გამოყენება არ გინდათ და რაღაცა ისეთი რა რო არ დაგენანებათ, კი ბატონო, მაგრამ სხვა მხრივ. ეგეთი იყო ისანას ეს გამწვენა. არაფერს არ ვერჩი ისანას, ამისი თქმა მინდა ახლა სანამ ამ პროდუქტზე გადა. არაფერს არ ვერჩი ისანას. მიყვარს ისანას პროდუქტი ყველა არა, მაგრამ ფაქტია რომ ყველა არა, მაგრამ კარგი პროდუქტებიც აქვს ისანას. არ ვიცი რაღაცა ის მქონდა. ცუდად მიეწყო ერთმანეთს ეს პროდუქტები, რას დავეტაკე ყველა გამწმენდეს ისანასთან არ ვიცი, მაგრამ ეს არის მათი მიცელარული გელ გამწმენდი. ამას მიცელარული გამწმენდი რო ეწერა, წარმოვიდგინე რომ ესეც იქნებოდა მიცელარული წყალი როგორიც არის, ესეთი დემაკიაჟის საშუალება გელის ტექსტურით. მაკიაჟის მოშორება კი არა. არ ქაფდება ეს ამასაც რაღაცნაირი გელის ტექსტურა აქვს, რომელიც უცნაურად იზრდება. მაკიაჟი ხო დაივეწე. გამორიცხულია. ისიც არ ვიცი, მზისგან დამცავსაც თუ წყალგამძლე მზისგან დამცავსაც კი თუ მოაშორებს ეფექტურად ისე რომ ეინდო და მეორე საფეხურის გამწმენდი არ გამოიყერო. ეგ გვინახავს უკვე ხშირად ხდება ხოლმე ბრენდები აწერენ დემაკიაჟის საშუალებას პროდუქტს, მაგრამ რეალურად არ არის დემაკიაჟის საშუალება. არ ვიცი რას გულისხმობენ მაგაში, ალბათ ის რო თქვა ბალმი გესვათ უჩსი ან რაღაცა მსგავსი, მაგრამ რეალური მაკიაჟის მოსაშორებელი პროდუქტი ნამდვილად არ არის. მე შევცდი მიცელარული რო წავიკითხე ვიყიდე, თქვენ არ შეცდეთ. თქვენ არ მოტყვილდეთ. ზომა კარგია 200 მილილიტრიანი ფამფის თავსახურით, აქ ფამფი გამართულად, კორექტულად მუშაობს, ზეთისგან განსხვავებით, არანაირი პრობლემა არ არის. ზუსტად საჭირო საკმარისი რაოდენობის პროდუქტი ჩამოდის. კარგი გამოსაყენებელია, მე თუ მკითხავთ, უფრო მეორე საფეხურის გამწვენდათ. ან მართლა ისეთი დღეებისთვის, როცა მართლა არაფერი არ გესვა სახეზე. დემაკიაჟი? არა. ამიტომ იცი რა, იმ ორთან შედარებით, ეხა ამასაც წითელს ვერ მივცემ. უხერხული იქნება. მოდით ამას ყვითელი მივცეთ. კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ შემთხვევაში, თუ იცი რისთვის ყიდულობ და თუ იცი რომ მაკიაჟს არ ჩამოგაშორებს, მაგ შემთხვევაში შეიძლება კარგი ბიუჯეტური გამწმენდი იყოს, თუნდაც სხეულზე გამოსაყენებლადაც, რატომაც არა. მაკიაჟი? არა. კიდე ერთი გამწმენდი. რა ხდება? ეს არის გარნიერის Haute Cla ხაზიდან, Haute Cla, არ ვიცი, ახლა არ გადამათარგმნოთ. სალიცილის მსუბუქი გამწმენდი ნიაცინამიდით და სალიცილის მჟავით და კერამიდების კომპლექსით, მოკლედ ალოე ვერა და რაღაც ყველაფერი არის შეგნით. ეს არის 250 მილილიტრიანი შეფუთო, რომელსაც გახსნა 6 თვე აქვს და ფამფის თავსახურით. ეს იყო, სახეზეც ვიყენებდი, გულწრფელად რო გითხრათ. სახეზეც არ იყო ცუდი გამოსაყენებელი, კარგადაც ქაფთებოდა, ფამფიც კარგად მუშაობს, მაგრამ უფრო საშხავეში მედგა. სხეულზე გამოსაყენებლად არის კარგი და პარსვისთვის გირჩევთ. პარსისთვის ძალიან კარგი, ცოტა სალიცილი, ცოტა ანტიბაქტერიული ეფექტიც პარსვის დროს ცუდი იდეა არ არის. სხეულისთვის იყო არაჩვეულებრივი საშუალება. ძალიან მომეწონა. ეს სიამოვნებით გამოვიყენე. რეალურად სახის გამწმენდია.
სახეზე შეგიძლიათ გამოყენოთ. არ ვიცი ხა ყოველდღე მაინც გჭირდება თუ არა სალიცილის გამწვენი სახეზე, მაგ მხრივ შეიძლება ყოველთვის ყოველდღიური გამწვენი არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მსუბუქია, რაღაც განსაკუთრებულ ექსფოლიაციას არც უნდა ელოდებოდე, მაგრამ სხეულზე გამოსაყენებლად თუ ეძებთ სხეულისთვის გამწმენს, პარსვისთვის რაიმე საშუალებას, ბიუჯეტურს, მოცულობით საკმაოდ დიდ, კარგი შეფუთვით, კარგი ფამფით სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას. მე ზამთარში როგორ მომეწონა და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ზაფხული სეზონისთვის საშხაპეში გამოსაყენებლად კიდევ უფრო კარგი პროდუქტი იქნება, ამიტომ გარნიერის ამ სალიცილის გამწმენს ჩემგან რეკომენდაცია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მე ძირითადად მაინც სხეულზე გამოსაყენებლად დავწერ. კიდე ერთი გამწმენდი. რა ხდება? დარწმუნებული ვარ ეს პროდუქტები დეკემბერში უკვე თითქმის ჩამოცლილები იყვნენ და მაშინ უბრალოდ არ შევიყვანე ფავორიტებში, იმიტომ რომ გამორიცხული ახლა ბოლო თვეში ეს. ოკეი, ეს ორი რეალურად სხეულზე დავცალე, მოდით ახლა ეგეც გავითვალისწინოთ. და 100 მილილიტრი ზეთი შეფუთვის ჩამოცვალსაც არაფერი არ უნდა. მაგრამ რაღაცა მეხუთე გამწმენდის შესახებ გესაუბრებ. ოკეი, ეს არის Isintris კორეული ბრენდის მწვანე ჩაის fresh გამწმენდი. ეს არის 120 მილilitrიანი შეფუთვა. ამას ეს საყვარელი ჩაის ფერი აქვს შიგნით და ეს გრანულები, ჩაის გრანულები არა, ჩაის ფურცლები, ფოთლები. ოღონდ არ წარმოვიდგინოთ რაღაცა ისეთი მექანიკური პილინგისთვის განკუთვნილი გრანულები ან რაღაც არაფერი მსგავსი ვერც გრძნობ. უბრალოდ ხედავ. ვერც გრძნობ, მაშინვე იშლებიან წყალთან კონტაქტის შემდეგ. ესე ძალიან მსუბუქი გამწმენდია. უბრალოდ არა ისეთი მსუბუქი გამწმენდი, როგორიც თქვათ ეს იყო. ეს არის იდეალური მაინც დავარდა. იდეალური მეორე საფეხურის გამწმენდი. ძალიან სასიამოვნოდ გამოსაყენებელი მეორე საფეხურის გამწმენდი. ეს მგონი ადრეს გამომიყენებია, უბრალოდ ადრეს სხვანაირი შეფუთვით ჰქონდათ ეს. მე რაღაცები ხო შეცვალა Isintrim და ეს განახლებული ვერსია არის განახლებული შეფუთვით მეგონი. მომეწონა, ძალიან სასიამოვნო გამწმენდია, მსუბუქი დილის რუტინისთვის ძალიან კარგია, საღამოს რუტინაში მეორე საფეხურის გამწმენდად. აი შემიძლია წარმოვიდგინო, განსაკუთრებით ოდნავ უფრო ცხელ სეზონზე დილითვისაც დაგჭირდებათ გამწმენდი უფრო ცხიმიანი ოფლიანი სახით თუ გეღვიძებათ და გჭირდებათ გამწმენდი, ოღონდ რაღაცა ძალიან მსუბუქი, არაფერი განაჭარბებული, რო კანი არ გამოგიშროთ დღეში ორჯერ სპეციალური საშუალებით წმენდა. ეგეთი სიტუაციებისთვის იქნება ძალიან კარგი არჩევანი. მე მშრალ კანზე ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. უწევ რეკომენდაციას მწვანე, ვისაც რაღაცა ესეთი მსუბუქი, ზედმეტი რაღაცების გარეშე, სასიამოვნო გამწმენდი გჭირდებათ, ესეთი გეილის თხელი ტექსტურა აქვს, სასიამოვნოდ ქაფდება, მარტივი ჩამოსაბანია. ძალიან კარგი გამწმენდი იყო. შრატები, ისანა. ოკეი, ახლა ოღონდ რაღაცა სასიამოვნოს ვიტყვი. ეს არის ისანას, როგორც ესეთ კორეული სკინქერის ხაზი გამოიტანა ისანამ ბაზარზე. ეს არის მათი ფოვა სერუმი, შრატი, სიკა აზიური სენტელად და ნიაცინამიდით დამატენიანებელი, 30 მილilitrიანი შეფუთვით, 6 თვე აქვს გახსნიდან ვადა. მოკეთ ნიაცინამიდის და აზიური სენტელას შრატი იყო. არ ვიცი, მე მგონი დავაბრუნო 2016 წლის YouTube-ი. თუ ჩანს და რამდენად კარგად ჩანს, ნახეთ რამდენი პროდუქტია შეგნით. ეს აღარ ამოდის. აი პიპეტშიც კი შიგნით პროდუქტია ჩარჩენი. მე თუ მკითხავთ ეს 2-3 გამოყენების მინიმუმ პროდუქტი არის შეგნით. ეს ჭირს ისანას. ეხაც მაქვს ისანას პანთენოლის და სკვალეინის შრატი გახსნილი 20%-იანი ფასდაკლება ქონდა წინა კვირაში როსმანს ისანას პროდუქციაზე და მიყვარს სკვალეინის და პანთენოლის ორივე არაჩვეულებრივია ცივ სეზონზე და ცოტა კანი ამექერცლა სიმშრალები დამეწყო ისეთი სიცივეები იყო და ვიყიდა ეს შრატი. იქაც იგივე თემა, მისაუბრია კიდეც ისანას შრატებზე უკვე ამ თემაზე, რა პიპეტი მუშაობს ძალიან ცუდად. აქ რო წერია რომ დამზადებულია სამხრეთ კორეაში, ვიფიქრე რომ რა ვიცი, ამ შემთხვევაში პიპეტი უკეთესად იმუშავებდა თქო. არა, ნახეთ. აი. ოკეი, ბევრი არ არის, უბრალოდ ესეთი გამჭვირვალე შუშით რომ მოდის შრატი და ამ პროდუქტს ხედავ შეგნით ჩარჩენილს. ცოტა, ანუ მე რო აბრუნებ, ეს ისი არის აქ კანტი. ფორმა, ესეთი ფორმა აქვს, რომ არ ჩამოდის მაინც ეს შრატი. მოკლედ, ისე თვითონ შრატი ძალიან სასიამოვნო, აი წყალგელის ტექსტურა აქვს დაახლოებით. აი თავიდან რო ოდნავ უფრო სქელი ტექსტურით ჩამოდის შრატი და მე რა იწალივით რო იშლა ალოე ვერას ტექსტურით რო იშლება კანზე. ეგეთი ტექსტურა ქონდა, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. ვერ გეტყვით რომ ეხა ჩემი კანისთვის მაინდა-მაინც ცივი სეზონის შრატი იყო თქო, ეს თქვა პანთენოლი და სკვალეინი ბევრად უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელია ჩემთვის, მაგალითად ეხა მშრალ კანზე და უფრო მეტ ჰიდრაციას მაძლევს და კანი უფრო
კმაყოფილი და ბედნიერია შრატის გამოყენების შემდეგ. ეს ოდნავ უფრო სუბუქი და თხელი. ამას შემიძლია უფრო კომბოც ხიმიანი განესთვის გავუწიო რეკომენდაცია დარწმუნებულად თქვენ უფრო მოგეწონება ტექსტურიდან გამომდინარეც უფრო ესეთი. აი ზუსტად ხიმიან განს რომ მოერგება ესეთი ტექსტურის შრატი არის. მე ვფიქრობ რომ ცხელ სეზონზე მშრალი განესთვისაც არაჩვეულებრივი იქნება. კიდე აქვს რაღაცა პროდუქტები ამ ხაზიდან პადები, ტონერ პადები, გელგამწმენდი. ვერაფერმა ვერ მიიქცია მართალი რომ გითხრათ ისე განსაკუთრებულად ყურადღება რომ აი მეყიდა და გამეტესდა ერთი ეს შრატმა დამაინტერესა და ეს შევიძინე. ცუდი ხარისხის ნამდვილად არ არის. როგორც შეიძლებოდა დავცალე შეფუთვა, მწვანე ნამდვილად ფასისთვის ცუდი არ არის, უბრალოდ შეფუთვაზე უნდა იმუშაონ რა არის რა უბედურება, რანაირად შეიძლება რომ ბრენდმა პიპეტის შეფუთვა ვერ დაამზადოს წესიერად 2000 რომელი წელია 26. ეს არის Nine Less-ის B Boost ხაზიდან 1%-იანი კოჯიკის მჟავის შრატი პიგმენტაციისთვის და ლაქებისთვის 10%-იანი ნიაცინამიდით, 2%-იანი ტრენაქსემიკის მჟავით, 2% პანთენოლი, 0.5% ასკორბიულ გლუკოზაიდი. ამ ბრენდის შრატები არ მომეწონა აქტიური ინგრედიენტებით. არც აზელეინი, არც ნიაცინამიდი, ნიაცინამიდის ორი შრატი დავცალე სხვათა შორის. ამას კოჯიკის შრატი კი აწერია, მაგრამ რეალურად ესეც ნიაცინამიდის შრატია, 10%-იანი ნიაცინამიდი არის აქაც შიგნით. არ ვიცი, რა გითხრათ, ვერანაირ შედეგს და ეფექტს ვერ ვხედავ და ვერ დავინახე. ერთი 5 შრატი დავცალე სხვადასხვა მე მგონი სხვადასხვა ხაზებიდან ამ ბრენდის. ცუდი არაფერის, ანუ რეაქცია არ მოუწია, გაღიზიანება არ გამოუწვევია, წვა არ გამოუწვევია, არანაირი პრობლემა არ მქონია. დიდი სიამოვნებით დავცალე. ტექსტურა ძალიან სასიამოვნო აქვს. ყველა შრატს დამატენიანებლის მზისგან დამცავის მაკიაჟის ქვეშ არანაირ პრობლემას არ ქმნის. დილა-საღამოს რუტინაში დღეში ორჯერ შეგიძლია გამოიყენო. მაგ მხრივ არაფერი. უბრალოდ ვერც იმას ვერ გეტყვით, რომ თქვათ ესეთი ჰორმონალური გამონაყარი მქონდა, ან ჰორმონალური გამონაყრის შემდეგ დატოვებული ლაქები მქონდა ნიკაბზე, ეს შრატი რო ჩავცალენ, მაშინ ვალაგდა ყოფილი რაღაც, ანუ ვერაფერს ვერ გეტყვით ისეც, რაზეც შეიძლება იფიქრო, რომ ეგ უნდა მოვძებნო და ეგ უნდა ვიყიდო და ეგ ისე ჟღერს, რომ რას ამბობ. უფრო ეფექტური ნიაცინამიდის და აზელეინის პროდუქტები აქვს, ორდინერისაც, ინქილესაც, ისანასაც. ეს არა, ამ შრატის კი არა, ამ ბრენდის შრატები არ მომეწონენ, რა ვქნა. How Beauty ეს ბლოგ ინფლუენსერი, გერმანელი ინფლუენსერი არის და DM-ის კოლაბორაცია. ხაზი გამოიტანეს სკინკეარ პროდუქტების ბაზარზე, 2 შრატი შევიძინე, რეტინალის შრატი. ფოტოშორის ორივეს რევიუ უკვე ჩაგიწერეთ მოკლე ფორმატის ვიდეობით. ეს არის 1%-იანი კერამიდების კომპლექსი და 0.3%-იანი ექტოინის კომბინაცია და იქ არის რეტინალი, შრატსაც ცოტა არის კიდე დარჩენილი, ეს მთლიანად დაალცალე. პარფიუმის გარეშე არის ორივე პამპის თავსახურით არის. ეს რა თქმა უნდა საღამოს რუტინისთვის გამოსაყენებლად 30 მილilitrიანი, ესეც 30 მილilitrიანი. ეს არის რეტინალის შრატი არის წყალივით. ძალიან თხელი. ძალიან თხელი. არასასიამოვნოდ თხელი. ზედმეტ პროდუქტს რო ისმევ სახეზე, უნიბლიეთ, ეგეთი თხელი. ეს იყო შრატი კი არა, უფრო ემულსია. დამატენიანებელი ემულსიები, ძალიან თხელი დამატენიანებლები. უფრო ეგეთი იყო. და ქონდა ის მომენტი, რომ ცოტა უნდა მოუფრთხილდე, რასთან ერთად ისმევ, რომ არ აიქერცლოს. ცოტა უჭირს გადანაწილება და კარგად რო გაითქვიფოს თავისუფლად განზე, ეგ ცოტა უჭირს. ტექსტურიდან გამომდინარე, რომ წარმოგიდგენი ახლა შრატი ლამის ამით იწყებ რუტინას, ხო, თქვათ მე მიდიხარ, არ ვიცი. თუნდაც რეტინოლი, რომელიც შეიძლება უფრო კრემოვანი იყოს, დამატენიანებელი თვალის კრემი, რაღაცეები მოგეთ. ამდენი სატანა არ შეუძლია. ამდენი რაღაცა რომ გადაატარო მე ზემოდან. ამიტომ ეს შემიძლია წარმოვიდგინო, რომ უფრო არის ადამიანებისთვის, რომლებსაც იმდენად ცხიმიანი განი აქვთ, რომ დამატენიანებლის გამოყენება და შერჩევა ძალიან უჭირთ. განსაკუთრებით ცხელ სეზონზე, მე ვფიქრობ, თავისუფლად ჩაანაცვლებს ძლიერად ცხიმიანი განის დამატენიანებელს. იმიტომ რომ შრატი არა, ეგეთი ტექსტურის შრატი არ ვიცი, ხა
პიპეტით რო ამოდის, ეგ არის შრატი. ეს უფრო ემულსია იყო და ეს აი ძალიან თხელ კორეულ ესენსიებს რო ვიცნობთ, აი ფერმენტირებულ ესენსიებს. თლად წყლის ტონერის ტექსტურა რო არა აქვს, მაგრამ თლად შრატის ტექსტურის სისქემდეც ვერ არის, აი სადღაც შუაში. ამას კონდა ეგეთი ტექსტურა. მოკლედ, ტექსტურები არ მომეწონა. რეტინალი მართალი რო გითხრათ, შევამჩნიე რომ ჩემი კანისთვის სუბუქი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 0.1% აწერია ზედ რეტინალს. ის მქონდა შეკვეთილი მე ორდინარის რეტინალი და ის როგორც კი მომივიდა, ისევ იმაზე გადავედი და გავაგზავნე ისევ იმის გამოყენება. ამას ხელებზე ვიყენებ. მაგისთვის უწევ რეკომენდაციას, კარგი იდეაა და გვაქვს რომ ხელები აკანი ძალიან იოლად ბერდება და ასაკს გასცემს იოლად. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია, რომ სანტიასაკობრივი აქტიური ინგრედიენტები გამოვიყენოთ, თუ მაინდა იმას, რასაც სახეზე ვიყენებ და შეიძლება დაგვენანოს ხელზე გამოსაყენებოდ. რატომაც არა. ამიტომ არ დამთავრდა ჯერჯერობით იდე მაქვს, იმიტომ რომ მხოლოდ ხელებზე ვიყენებ მცირე რაოდენობას საღამოს რუტინაში. სახეზე ჩემთვის მსუბუქი იყო. ჯერ ტექსტურაც არ მომეწონა და დიდად არ მქონდა ეს მომენტი, რომ აი მიხაროდა პროდუქტის გამოყენება, ან ერთის და ან მეორესი, ხო და რომ მომივიდა ორდინარის რეტინალი და ის რომ ვიცი რამდენად კარგია და ძლიერია და როგორ ძალიან მიყვარს. გადავედი ისევ იმაზე. თან ეხა 0.2%-იან რეტინალს რო არის კანი მიჩვეული და მიდევს სახლში, ეს ამის გამოყენების გაგრძელება არ ღირდა. მოკლედ, გააჩნია რა საფეხურზე ხართ რეტინალის, უფრო მსუბუქი რეტინალისთვის. ვფიქრობ, რომ გამოდგება, თუ ცოტა უფრო პრეტენზიული ტიპი ხართ და ტექსტურებს აქცევთ უფრო ყურადღებას. არ მგონია რომ მოგეწონოთ. ორი დამატენიანებელი მაქვს, რომლებიც დავცალე. პირველი არის ინკილისტის ბიოაქტივ კერამიდების აღმდგენი და პლამპინგ დამატენიანებელი. ნახევარს თარგმნა ნახევარს არა. ეს არის 50 მილilitrიანი შეფუთო, რომელსაც გახსნიდან 6 თვე აქვს და ძალიან სასიამოვნო კრემია. ძალიან სასიამოვნო დამატენიანებელია. ნორმალური მშრალი კანისთვის ცივ სეზონზე იყო იდეალური გამოსაყენებელი. არ მგონია რომ მაინდა-მაინც ცხელი სეზონის და ცხელი დღეების ფავორიტი კრემი იყოს, მაგრამ ესეთ ცივ დღეებში, დილის რუტინაში, მზისგან დამცავის ქვეშ, მაკიაჟის ქვეშ, თვალების ქვეშაც, კონსილერის ქვეშ არაჩვეულებრივად ჩდება. ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს. რაღაცა ვირალური ვირუსული ინგრედიენტები არ არის შეგნით, კერამიდების კომპლექსი, რომელიც იდეალურია ჰიდრაციისთვის და კანის ბარიერისთვის, ის რაც გჭირდება განსაკუთრებით მშრალ კანზე ზამთარში. მწვანე, ნამდვილად უწევ რეკომენდაციას, ვინც არ იცნობთ ამ კრემს, ახლა მაინდა-მაინც ახალი კრემი არ არის. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. ნორმალური მშრალი კომბო კანისთვისაც, თუნდაც ახლა გარდამავალი სეზონისთვის, ძალიან სასიამოვნო კრემია. ინკილისტი არაჩვეულებრივად ამზადებს, რა ვიცი, პროდუქტების 90%-ს აქვს რაღაცა უაზრო გამოხტომები მაგალითად მათი პლამპინგ პეპტიდების პლამპინგ ტუჩის ბალმზე ქონდათ რაღაცა საოცარი მარკეტინგი და რეკლამა, გადაფარეს მთელი სოციალური მედია, რომ ტუჩის მოცულობას გიზრდის რეგულარული გამოყენება. დავწყნარეთ თუ შეიძლება. მჭირთხოლმე მაგათაც რაღაცები, მაგრამ უმრავლესობა პროდუქტების ძალიან კარგია და ეგ დამატენიანებელიც ეგეთია. მეორე კიდევ რომელიც მინდა რომ ვახსენო არის Ample Enis, ეს არის კორეული ბრენდი, მათი კერამიდების შოტ კრემი. ეს არის სკელი კრემი კერამიდებით. ეს არის ბალზამი. ეს rich მსუყე კრემი, რომელიც ძალიან მშრალ კანზე ზამთარში აუცილებლად გვჭირდება. ასეთი კანის მქონე ადამიანებს მოცულობა არის 50 მილilitrიანი. უბრალოდ ეს მთელი ზამთარი მე ყოველწლიურად რო გითხრათ, ეს ალბათ სადღაც იანვრის ბოლოს დამთავრებული შეფუთვა არის. იმიტომ რომ ძალიან მცირე რაოდენობა გჭირდება. ამას ვიყენებდი თან მხოლოდ ღამის რუტინაში, დილის რუტინისთვისაც კი. ძალიან სკელი კრემი არის, მაგრამ საღამოს რუტინაში რეტინოლის ზემოდან, რეტინალის ზემოდან, განსაკუთრებით უგრძნობ, რომ სიმშრალეები გაქვს, აი მაგალითად ცხვირის გარშემო თუ გაცივული იყავი, ან კანი გამოგიშრა, ან მთელი ღამე რო გათბობაა ჩართული მშრალი ტუჩები, ტუჩის კონტურით გეღვიძება, აი უფრო სკელი ფენა, როგორც ვაზილინი დაახლოებით, რომ გადაისვა ესეთ ადგილებზე. არაჩვეულებრივი პროდუქტია, მომეწონა, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, მგრძნობიარ კანზე გამოსაყენებლადაც არაჩვეულებრივი, ზამთრის სეზონისთვის ძალიან კარგი არჩევანი იყო. ესენსის კიდევ ერთი პეპტიდების ტუჩის ბალმი გამოვცალე, ეს მე მგონი გასაკვირი აღარ არის უკვე. ძალიან მომწონს ესენი სყავისფერი შეფუთვით მაქვს ახლა გახსნილი. ამას რა ქვია?
მაიმედე და ამისი წაკითხვა რომ შემეძლოს 300 ევროს სათვალეში კი არ გადავიხდით 003 ნომერი და ეს არის 02 ნომერი ესენი მომწონს ძალიან მაგრამ ეხა გამოიტანა კატრისმა ახალი peptide bliss lip ტუჩის ბალმი gloss ტუჩის ბალმი ამას აქვს აი ესეთი თავი ესეთი პლასტმასის და ტუჩის ფორმის ბრტყელი თავი ეს მისწვია სხვათა შორის დღეს ტუჩს საწყზე ზემოდან ესეთი ვარდისფერი ავიღე როგორც წესი არ მიყვარს დიდად ვარდისფერი ტუჩის ბალმები მაგრამ ამის ფერის მომწონა რეალურად განსაკუთრებული პიგმენტი არ აქვს. ანუ შეფუთვიდა რომ გადმოდის გონია რომ უფრო ძლიერი პიგმენტი ექნება მაღაზიაში რომ გავტესტე მეგონა რომ უფრო ძლიერი პიგმენტი ექნება მაგრამ ტუჩზე რომ ისმევ აღარ აქვს ესეთი ძლიერი პიგმენტი. ოდნავ სიცივის ეფექტი აქვს. ძალიან ცოტა თვითონ პროდუქტს. ამ თავს არ ანუ ეხლა სილიკონის თავი აქვს ოდნავ სიცივის ეფექტი ამასაც აქვს მაგრამ plumping ეფექტი არ აქვს. მე ვერბიტან მაგ რაღაცებს და არ გამოვიყენებ არასდროს ტუჩზე მაგ გაღიზიანებას არ მაგ დღეში არ ჩავაგდებ ჩემს ტუჩებს იმის გამო რომ 9 საათი ტუჩები გაგიდით ეს აი რა უაზრობა ოდნავ სიცივის ეფექტი აქვს ძალიან სასიამოვნო გლოსია აი მართლა ბალმ გლოსია თქვენ იცით მე როგორ მიყვარდა კატრისის ორიგინალი ტუჩის ბალმები სუსუ თავიდან პირველი რო ქონდა სანამ პეპტიდების ბალმებზე სკანდალები ატყდებოდა და თავს წაიქცევდნენ ყველანი აი მაშინ როგორ მიყვარდა ისთან მე ეს გაიტანეს ბაზრიდან მე რაღაცა ახალი შემოიტანეს თუ გახსოვთ ისიც მქონდა და გავტესტე და როგორ ძალიან არ მომეწონა მეტალის თავით რო იყო რომ ძალიან თხელი ზეთი რო იყო ტექსტურა კარგი აქვს არც ზედმეტად თხელია არც ზედმეტად სქელია და იმდენს ღამეც მესვა ტუჩზე და სხვათა შორის როგორც ღამის ბალმიც საკმაო ჰიდრაციას გაძლევს ტუჩზე ისე რომ მშრალი ტუჩებით არ გაგეღვიცოს. მე როგორც წესი კატრისის ნიღაბი მიდევს ტუჩის ბალმ ნიღაბი საწოლთან და იმას ვისმევ ხოლმე და თუ ესენსის ორიდან ერთი. ჩემნაირი რევიუერი ინატრეთ რა. ეს მომეწონა. ანუ ეს მომწონს, ეს ძალიან კარგია. ეს ამას უფრო სკეილ ტექსტურა აქვს. ეს უფრო გლოსის ამბავში გადადის. ეს ბალმია, ეს ოდნავ უფრო გლოსია, მაგრამ აი ბალმის და გლოსის არაჩვეულებრივი ბალანსი. კარგი, მეგობრებო, დღევანდელი სკინკეარ ფავორიტებისთვის სულ ეს იყო თმის მოვლის პროდუქტები დამიგროვდა, ბევრი. შამპუნები, კონდიციონერები. თმა შევიჭერი. რას ფიქრობთ ჩემს ახალ ვარცხნილობაზე? ეკრანზე ისე მუქი ჩანს ჩემი თმის ფერი. თითქმის შავი, ეგეთი მუქი არ არის. თუ დაიჯერებთ, ეს ფერი არის ღია ქერა. თმის პროდუქტებზე მინდა გესაუბროთ. ამაზე მინდა კიდე გესაუბროთ მაგ თმის მოვლის პროდუქტების რევიუში იმისთვის შევინახავ მაგ ამბავს, ეს არის შარკის ფენი. ესე იგი, ამ თმის საშრობ თუ რა ვიცი, რაც არის პროდუქტებზე ისეთი ამბავია ატეხილი და ისეთი ფასები აქვთ და ისეთ რომ fans რო ვამბობ, ასე მგონი შეურაცხყოფას ხო არ გაყენებ. Fühlst dich doch nicht beleidigt, oder? ხო და მოკეთ, მაგაზეც მინდა რომ გესაუბროთ, სხვა თავები მოყვება როგორც იცით და ნუ ამის ზომა შეხედე ხა ჩემს თმაზე. მაინდა-მაინც არ მინდა ძალიან რევიუში გადავიჭრა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი რთული ამბავია, თუმცა ყოველ შემთხვევაში ის მაინც შემიძლია მოგიყვეთ, რომელი თავი ღირს, საერთოდ თვითონ პროდუქტი ღირს თუ არა, როცა მოკლე ესეთი ძალიან თხელი თმა გაქვს, როგორც მე, ღირს თუ არა საერთოდ ინვესტირებას. მე უბრალოდ კარგი შემოთავაზება შემხვდა Amazon-ზე. შემოდგომაზე და საკმაოდ დაბალფასად ვიყიდე. სრული ფასი არ გადამიხდია, გამიმართლა ძალიან და გეტყვით, როდის იყო? ალბათ ოქტომბერში ჩემ დაბადების დღისთვის ვიყიდე თუ რაღაც ეგრე სექტემბრის ბოლოს, სადღაც ოქტომბერი და არ ვიცი. მას შემდეგ არ გამიგდია ხელიდან ძალიან. აი როგორც ფენი ამ ზედმეტ თავების და რაღაცების გარშე როგორც ფენი არაჩვეულებრივი. მაინც გადავედი რევიუში. მოკლედ გადავდე მაგაზე გესაუბრებით თმის მოვლის პროდუქტების შესახებ რომ ვისაუბრებთ იმ ვიდეოში. დღესთვის სულ ეს იყო თუ სხვა სკინკეარ რევიუების და ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ. პლეილისტ დაგტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთთვის YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!